ჯერთი ძალიან დიდი მადლობა საოცარი მონოლოგისთვის, იმიტომ რომ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც ვიცოდი, საოცარი ბმულები გაავლეთ და მე უკვე გონებამ გაავლო ბმულები დღევანდელობასთან, რაც იდეაში ალბათ დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მე იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნახავს და მოისმენს ამ მონოლოგს. იცით რა არის, ახლა საუბრობდით აქ, რომ რაღაც ახალი დროა, სხვა ვითარება თქვა საინფორმაციო ველი გახსნილია, მაგრამ მე ყოველთვის მაოგნებს აი სტრუქტურაში როგორ გავს აი ნებისმიერი დიქტატურა ერთმანეთს. წაიკითხავთ ორველს, წაიკითხავთ არქიპელაგ გულაგს, სოლჟენიცინის თუ ნახავთ დღეს რაც ხდება რუსეთში, ბელორუსში და საქართველოში, აი მაოგნებს, რომ თქვა ნაცისტურ გერმანიაში, იმიტომ რომ გერმანიაში ვსწავლობდი და კარგად გავერკვია რა ხდებოდა იმ დროს. აი ცით სტრუქტურა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და ვერ ხვდები ეს ადამიანები ვეღარა გავდივართ რაღაც ახალ მეთოდებზე თუ აი ეს არის მაინც ის რაც ზემოქმედებს მასაზე და რაც აშინებს მას და ახლა თქვენი ძახით რომ ხრეთ და არ გვემუქრება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეც არ ვაშინებ ადამიანებს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი წინ არის. ჩვენ ეს უნდა ძალიან კარგად გვესმოდეს, ის არ უნდა შეგვეშინდეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავარდეთ პესიმიზმში, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ რამე არ დავუპირისპირეთ ამ ტენდენციას უკან ეს რეჟიმი არ დაიხეს და ამას გვასწავლის ისე და ისევ ისტორია, ხო? თუნდაც აი ეს რაც თქვენ ახლა მონოლოგში წაიკითხეთ. ამიტომ მე ძალიან მომწონს დავითის იდეა, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, მე მომწონს ასევე იდეა, რომ გამრავალფეროვანდეს პროტესტის მეთოდები, ერთი არის პროტესტი ქუჩაში, მეორე ჩვენ ხედავთ, რომ პროტესტი თანდათან ინაცვლებს რაღაცა სივრცეებშიც, მაგალითად ამისი ერთ-ერთი მაგალითია, მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შეიქმნა საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც ცდილობს რაღაც თავი მოუყაროს ინტელექტუალურ რესურსს და ერთად ადამიანებმა, რომელსაც რაღაცა მოეკითხება, ერთად რაღაცა ვეძიოთ აი ამ კრიზისიდან, რომელიც თქვენ ახსენეთ, გამოსავლის გზები და რაც თავარია, ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სამწუხაროდ ისტორია მეორდება, სამწუხაროდ ყოველთვის არის საშიშროება, რომ წარსული დაბრუნდეს ჩვენთან. მე სულ მიდგას ეს სცენები არქიპელაგი გულაგიდან, რომელიც აი ვიმეორებ ხშირად, მაგრამ 20 წლის ასაკში წავიკითხე და მახსოვს, რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, აი რა ბედნიერებაა, რომ იმ ეპოქაში არ ვცხოვრობ და გავიარეთ და ხო ვხედავ ის ეპოქა ბრუნდება, მაგალითად ისეთი სასაცილო მუხლებით იყო ასეთი მუხლი სამშობლოს მტრის ოჯახის წევრი, ანუ შენ რომც არ ყოფილიყავი სამშობლოს მტერი და ჩვენ ხედავთ ახლა ხო კანონი მზადდება სამშობლოს მოღალატეობაზე, აი წევრი თუ ხარ, ცოლი თუ იქნები ან შვილი, უკვე ეკუთვნოდათ, ანუ საბჭოთა 30-იან წლებში უკვე ეკუთვნოდათ რაღაც მუხლი 5 წლიან, ასე მახსოვს მე ყოველ შემთხვევაში მუხლს თუ 10 წლიან, სხვა ის კი არასწორად მახსოვდა, მუხლს ითვალისწინებდა. და ეს უნდა გვახსოვდეს უბრალოდ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავამრავალფეროვნოთ პროტესტის გზები და მეთოდები უკაცრავად და ვიყოთ წინააღმდეგ იმისი, რაც ხდება. და ვეძებოთ საკუთარი თავი ამ საპროტესტო ტალღაში. აი თუნდაც მართლა მეცინება ხანდახან რომ ვფიქრობ, რომ აი ამ ასაკში კონსერვატორიის პროფესორი მქვია, ვდგავარ ქუჩაში, ვუკრავ დოლს. აი ხო სასაცილო, ხა ჩემთვის ჩემი თავი არის სასაცილო, იმიტომ რომ აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ვარ, რაღაცა მართლა მქვია, ხო რაღაცას მიღწევია, მაგრამ ერთის მხრივ მეცინება საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მიყვარს საკუთარ თავზე დაცინო, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემი ადგილი ახლა არის ქუჩაში, უნდა ვიდგე, იმიტომ რომ ვუკრავ ამ დოლზე, ხალხი მოდის და მეუბნება, რომ აი დაღლილები არიან ცივად, მაგრამ აი ეს მუსიკა ძალიან ესეთ პროტესტის მუხტს მასში ზრდის და როგორც ხელოვანმა ვიცი ძალიან კარგად რა მნიშვნელოვანია მუხტი. მე ერთს გეტყვით, ბოდიშს ვიხდით, ეს თვითირონია კი კარგია, მაგრამ შვენიერი სანახავია ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ეს არის ალბათ ყველაზე ძვირფასი სანახაობა და ნებისმიერ სპექტაკლს, პერფორმანსს ჯობია, აი იქ მყოფი ადამიანების, მუსიკოსების, მსახიობების პროტესტი, ეს ის არის, რაზეც ჩვენ ახლა ვდგავართ და რაც მე სხვას არავის არ დავცინი, ეს მარტო ჩემთან დავცინი, მაგრამ სხვათა შორის ისიც ვიცი, რომ აი იქ რომ ვდგავარ, ჩემი სტუდენტებისთვის ვარ მაგალითი და აი კონსერვატორიაში რომ
შევდივართ, რომ ვხედავ, როგორ მიყურებენ ხოლმე სტუდენტები და არა მარტო ჩემი საკუთარი სტუდენტები, მაშინ უკვე აღარ დავცინი თავს და ხვდები, რომ სწორია, რასაც ვაკეთებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ შემიფარგლებით, აი მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასამბლეა თავის სიტყვას იტყვის საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი ხალხი არის, გაერთიანებული, უკვე მქონდა რაღაცა შეხვედრები და დიდი იმედებს ვამყარებ, ძალიან დიდი იმედები მაქვს აი ამ ინიციატივების, რომლებიც დღეს კოორდინირებულად უკვე მოქმედებენ, იქნება ეს კულტურა დემოკრატიისთვის, იქნება ეს დამკვირვებლები ორივე ინიციატივას წარმოვადგენ და მე მჯერა, აი როგორც დავითმა ახსენა, ჩვენ მოვახდენთ კონსოლიდირებას და დავუპირისპირდებით ამ ტენდენციას იმისათვის, რომ კვლავ არ აღმოჩნდეთ ორველის წიგნის გმირები.